ახალციხის პროფესიულ კოლეჯ ოპიზარში გამწვანების აქცია გაიმართა. სასწავლებლის ეზოში 200-მდე ვერცხლისფერი ნაძვი და ბიოტები დაირგო. ღონისძიება გაეროს განვითარების პროექტის მდგრადი განვითარება და გაეროს მიმართ პასუხისმგებლობა ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში გარემოს დაცვის სამინისტრო ახორციელებს. აქციაში მონაწილეობა პროფესიული კოლეჯის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა მიიღეს. დირექტორის ბელა ავალიშვილის თქმით, წიწვოვანი მცენარის თითოეული ძირის მოვლასა და პატრონობაზე სასწავლებლის ყველა თანამშრომელი და სტუდენტი იზრუნებს. პროექტი მდგრადი განვითარება და გაეროს მიმართ პასუხისმგებლობა ბორჯომსა და დაბაწაღვერის საკრებულოში შემოვალ სოფლებში ხორციელდება და მასში ძირითადად სკოლებია ჩართული. ახალციხეში კი პროექტს პროფესიული კოლეჯი ოპიზარი ახორციელებს. პროგრამის ხელმძღვანელების თქმით, მთავარი მიზანი წაღვერის საკრებულოს სოფლების გაძლიერება და ასევე ალტერნატიული ენერგიის წყაროების მოძიებაა იმისათვის, რომ შემცირდეს ხისჭრა და მისი საწვავად გამოყენება. გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერის თქმით, პროფესიულ კოლეჯ ოპიზართან თანამშრომლობა და მსგავსი ღონისძიებების გამართვა მომავალშიც გაგრძელდება. მოვიტანეთ ვერცხლისფერი ნაძვები და ბიოტები. უნდა გავაკეთოთ ცოცხალი ღობე და უნდა გავამწვანოთ წინა მხარეს დავრგავთ ვერცხლისფერ ნაძვებს. გვაქვს ორგანიზებული მისი მოვლა პატრონობა, თითოეული ძირი მიმაგრებული იქნება სტუდენტზე და თანამშრომელზე და შემდეგში რა თქმა უნდა მოუვლით კარგად და გავამწვანებთ და გავალამაზებთ ჩვენს ეზოგარემო. ჩვენი პროექტის მიზანი არის წაღვრის საკრებულოს სოფლების გაძლიერება, მათი მდგრადი განვითარება, რადგან იქ იცით მოგეხსენებათ გადამწვარი ტყის დიდი მასივი არის. ეს სოფლები და მისი მოსახლეობა ამ ტყეზე გარკვეულწილად დამოკიდებული იყო და შესაბამისად ჩვენ გვინდა რომ ეს შემოსავლები სოფლის მეურნეობის შემოსავლებით შევთავაზოთ და ჩავანაცვლოთ.